საბავშვო სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი პირველი ავტოგრაფი იწყება, ღონისძიება დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში საზეიმოდ გაიხსნება არასაკონკურსო სპექტაკლით დიალოგი წარსულთან, რომელსაც მაყურებელს გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი Art Hall-ი წარუდგენს. ხვალიდან კი ფესტივალის მონაწილეები უკვე საკონკურსო პროგრამის შესაბამისად სპექტაკლებს გამართავენ. სხვადასხვა თეატრალურ სივრცეში მათ ნამუშევარ სპეციალური ჟიური შეაფასებს, გამოვლინდებიან ნომინაციებში გამარჯვებული დასები, რომელთაც პრიზები ფესტივალის სიმბოლო გადაეცემათ. პირველი ავტოგრაფი მესამედ იმართება და წელს მასში 43 სასკოლო დასი მონაწილეობს. დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში საზეიმოდ გაიხსნება რიგით მესამე ფესტივალი პირველი ავტოგრაფი. გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება არასაკონკურსო სპექტაკლი, სადაც მოწვეული გვყავს სტუმარი დედაქალაქიდან, ეს გახლავთ გოგა პიპინაშვილის სახელობის ხელოვნების ცენტრი Art Hall-ის წარმოდგენა შეხვედრა წარსულთან და მთელი 8 დღის განმავლობაში ქალაქში იქნება ზეიმი, სადაც სხვადასხვა ლოკაციებზე მსგავსად გასული ფესტივალებისა წარმოადგენს სხვადასხვა სასკოლო თეატრალური დასების წარმოდგენებს.